სენაკის რადიო. რთულია არაღრთოვანდა გერმანიის ქალაქ ნიურნბერგით. ნიურნბერგი მდებარეობს ბავარიის ცენტრალურ ნაწილში. ის ბავარიის მეორე ქალაქია მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მიუნხენის შემდეგ გერმანიაში. ესტუმრო გერმანიაში ქვეყნის მარგალიტად წოდებულ ამ ქალაქს და არ ეწვია ადგილს, სადაც ფაშიზმი გასამართლდა, წარმოუდგენელია. ადგილი, სადაც ნიურნბერგის ცნობილი პროცესი გაიმართა, ახლაც ათასობით ვიზიტორის ყურადღებას იქცევს. აქ ყოველთვის ტურისტების, ვიზიტორების დიდი რიგია. ჩვენ დელეგაციას გაუმართლა. პირველები აღმოჩნდით. მუზეუმი ჩვეული გრაფიკით 9 საათზე გაიხსნა. მუზეუმად ქცეული ადგილის დათვალიერებას, რა თქმა უნდა, ნომერ 600 სასამართლო დარბაზიდან ვიწყებთ. დარბაზიდან, სადაც ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენელთა ცნობილი პროცესი გაიმართა. ეს იყო 1945 წლის ნოემბერი. Opening the first trial in history for crimes against the peace of the world. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 1945 წლის აგვისტოს თვეს აღნიშნული პროცესისთვის საგანგებოდ აღადგინეს ნიურნბერგში მდებარე სასამართლოს ომის შედეგად დანგრეული შენობა. სამამულო ომის მთავარი დამნაშავეების სასამართლო პროცესისთვის საგანგებოდ აღდგენილი დარბაზი ასე გამოიყურება. დარბაზის მარცხენა მხარეს მწვანე მარმარილოთი გაწყობილი შემოსასვლელი კარი მდებარეობს. კარის ცენტრში გამოსახულია მედუზას თავი. ადამისა და ევას ვერცხლის გამოსახულება ასახავს ღირსების დაცემას. ევას მიერ ადამის ზრდუნების სცენას. ხეცნობადიდან ვაშლის მოწყვეტის ცნობილ სიუჟეტს. კარის გუმბათოვან ნაწილზე გამოსახული ახალგაზრდა ჭაბუკი ხმლით ხელში არის გერმანიის სამართლის სიმბოლო. მოპირდაპირ მხარეს კი გამოსახულია რომის სამართლის სტენდები. ცნობილი პროცესის დროს ამ კარს მიღმა საგანგებო ხის ბარიერს იქით ისხდნენ მთავარი ბრალდებულები. ფაშისტური იდეოლოგიის მსახური 22 განსასჯელი. დარბაზის ავეჯი საგანგებოდ იქნა დაპროექტებული და დამზადებული ამერიკელი დიზაინერის დენი კილის მიერ. კუთხეში, სკამების წინა რიგში, საგანგებოდ იყო გამოყოფილი ადგილი ყველაზე ცნობილი მოპასუხესთვის, ნაციონალ-სოციალისტური სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის ჰერმან გერინგისთვის. ჰერმან ვილჰელმ გერინგი, გერმანელი პოლიტიკოსი, სამხედრო მოღვაწე და ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. როგორც ნაცისტური პარტიის წევრმა 1923 წელს მიიღო მონაწილეობა ჩახშობილ სახელმწიფო გადატრიალებაში, რომელიც ცნობილია როგორც ლუდის პუტჩი. ბრძოლების დროს იგი დაიჭრა, რის შემდეგაც წამლის სახით მიღებულ მორფინზე გახდა დამოკიდებული. 1933 წელს, მას შემდეგ, რაც ადოლფ ჰიტლერი ხელისუფლებაში მოვიდა, გერინგი გერმანიაში მეორე ადამიანი გახდა. გერინგმა საიდუმლო პოლიცია გესტაპო დააარსა. 1935 წელს გახდა გერმანიის საჰაერო ძალების ლუფტვახეს მთავარსარდალი. თანამდებობა მან თითქმის მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე შეინარჩუნა. 1940 წლისთვის მან ძალაუფლების და გავლენის პიკს მიაღწია. გერინგს მიენიჭა ვერმახტისთვის უმაღლესი რაიხსმარშლის წოდება. 1941 წელს ჰიტლერმა იგი პარტიულ და სახელმწიფო თანამდებობებზე თავის მემკვიდრედ დანიშნა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნიურნბერგის პროცესზე გერინგს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და სამხედრო დანაშაულებისთვის წაუყენეს ბრალდება. მისი განაჩენი იყო ჩამოხრჩობა. თუმცა მის აღსრულებამდე ერთი დღით ადრე გერინგმა ციანიდი მიიღო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის ფაქტი, რომ გერინგი განსასჯელთა სკამზე იჯდა და სასამართლოს წინაშე იყო წარდგენილი, როგორც რიგითი სისხლის სამართლის დამნაშავე, ნიურნბერგის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა გახლდათ. განსასჯელთა სკამზე გერინგის გვერდით მოპასუხეთა შორის იჯდა ფიურერის წარმომადგენელი რუდოლფ ჰიოლცი, ფელდმარშალი ვილგელმ ქაიტელი, პოლონეთის გენერალ-გუბერნატორი ჰანს ფრანკი და იულიუშ შტრაიხერი, ანტისემიტური მიმართულების ყოველკვირეული გაზეთ შტიურმერის ორგანიზატორ-გამომცემელი. განსასჯელთა სკამების მეორე რიგში ისხდნენ ადმირალები კარლ დენიცი და ერიხ რედერი, რეიხის ახალგაზრდობის ლიდერი ბალდუნ ფონ შირახი და შეიარაღებული ძალების მინისტრი ალბერტ შპერნი. ომის ბოლო ეტაპზე შპერნი იყო ერთ-ერთი, რომელსაც იყო სიმამაცე ჰიტლერისთვის ეთქვა, რომ ომი წაგებულია. იგი ჰიტლერის გეგმის ოპოზიციაში იყო და პირადი რისკის ხარჯზე საბოტაჟს ახდენდა. გერმანელი არქიტექტორი მეორე მსოფლიო ომის დროს მესამე რაიხის შეიარაღების და საომარი მომარაგების მინისტრი იყო. მინისტრული თანამდებობის დაკავებამდე იყო ადოლფ ჰიტლერის პირადი არქიტექტორი. იგი ცნობილია როგორც ნაცისტი, რომელმაც ბოდიში მოიხადა. ნიურნბერგის პროცესზე მან აიღო მორალური პასუხისმგებლობა ნაცისტების მოქმედებაზე. ასევე იგი წერდა მათზე თავის მემუარებშიც, თუმცა ამავე დროს აცხადებდა, რომ არაფერი იცოდა ჰოლოკოსტზე. შპერნმა ტრიბუნალის მიერ გამოტანილი სასჯელი 20 წლიანი პატიმრობა სრულად მოიხადა. დარბაზის კედლის გაყოლებაზე იდგნენ თეთრშლემიანი ჯარისკაცები, რომლებიც იცავდნენ მოპასუხეებს პროცესის მანძილზე. ნომერი 600 სასამართლო დარბაზიდან სამხედრო დამნაშავეები სპეციალური კარით და შემდეგ კი დერეფნით ციხისკენ მიყავდათ. სკამების წინ გრძელ მაგიდებთან განთავსებული იყვნენ დამნაშავეების ინტერესების დამცველები. პროცესის განმავლობაში თარჯიმნები 4 სხვადასხვა ენაზე, გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე ერთდროულად თარგმნიდნენ პროცესის მთელ მსვლელობას. დარბაზის მარცხენა მხარეს კარების მარჯვნივ გამოყოფილი იყო ადგილი მოწმეებისთვის. ამ ადგილიდან აძლევდნენ ჩვენებებს მოწმეები, რომლებიც ყვებოდნენ ფაშისტური გერმანიის მიერ პოლონეთში, საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირში განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ. სამხედრო ტყვეების მკვლელობების, იძულებით შრომაში ჩაბმის მიზნით ადამიანების გატაცებების, მილიონობით ევროპელი ებრაელების საკონცენტრაციო ბანაკებში განხორციელებული გენოციდის შესახებ. ცნობილია, რომ პირველად ებრაელთა მასობრივი მკვლელობები საკონცენტრაციო ბანაკ აუშვიცში, იგივე ოსვენციმში დაიწყო. აუშვიცი 1-ის ტერიტორიაზე გესტაპოს შენობა მოკავშირეებმა გაანადგურეს და მის ადგილას სახჩობელები აღმართეს. აქ გერმანელი სამხედრო დამნაშავენი, მათ შორის აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის სტანდარტენფიურერი რუდოლფ ჰიოსი 1947 წლის 17 აპრილს სიკვდილით დასაჯეს. ნიურნბერგის პროცესზე გენერალმა
პაულიუსმა დაადასტურა, რომ ნაციონალ-სოციალისტების ლიდერებს თავიდანვე ჰქონდათ დაგეგმილი ომი. ფრანგმა მერი კლოდმა დეტალურად აღწერა საკონცენტრაციო ბანაკებში არსებული მდგომარეობა. საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილმა ტყვე სემუელ რაიზმანმა დაადასტურა, რომ საკონცენტრაციო ბანაკებში ინდუსტრიული მიზნებისთვის ხდებოდა ტყვეების მიზანმიმართული, მასიური მკვლელობები. (1945 წლის 29 ნოემბერს ეკრანზე ნაჩვენები იქნა საკონცენტრაციო ბანაკებიდან გათავისუფლებული ტყვეების კადრები. ამ კადრებმა შეძრა სასამართლო პროცესზე დამსწრე ადამიანები და საზოგადოება. ცნობისთვის 1945 წელს მოკავშირეთა მიერ გათავისუფლებულ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში სიკვდილს გადარჩენილთაგან ყველაზე დიდხანს იცოცხლა პოლონელმა ანტონი დობროვოლსკიმ, რომელიც 2012 წლის 21 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ დუბნოში 108 წლის ასაკში გარდაიცვალა. წყარო ჟურნალი ისტორიანი 2013 წლის სექტემბრის ნომერი. ჟურნალისტებს, რეპორტიორებს და ოპერატორებს საშუალება ჰქონდა დარბაზის ფანჯრებიდან ედევნებინა თვალყური სასამართლო პროცესისთვის. დარბაზში განთავსებული იყო სპეციალური კუთხე სტენოგრაფისტების, მოსამართლეებისა და სასამართლო მდივნებისათვის. ტრიბუნა დარბაზის შუაგულში იყო განთავსებული. ამ ადგილიდან ხდებოდა ბრალდების მხარეების განცხადებების გაჟღერება. სასამართლო დარბაზის მარჯვენა მხარეს დიდ ფანჯრებთან იჯდა 4 მოსამართლე მოკავშირე ქვეყნიდან, ხოლო კუთხეში განლაგებული იყვნენ ოპერატორები, რომლებიც ვიდეო კამერით უწყვეტ რეჟიმში იწერდნენ მთელ პროცესს. (1961 წელს, მას შემდეგ, რაც აღნიშნული სასამართლო დარბაზი გერმანელ სასამართლო ხელისუფლებას გადაეცა, ბავარიის სასამართლო ხელისუფლებამ მას პირვანდელი სახე დაუბრუნა. თუმცა აქ, ამ კედლებში, დღემდე იგრძნობა ის ატმოსფერო, რაც ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენელთა გასამართლებისას სუფევდა. Die glauben, dass auch nur ein Riss in das Gefüge unserer einzigen Bewegung gekommen sei. Sie steht fest, so wie dieser Block hier. Opening the first trial in history for crimes against the peace of the world. საზოგადოებას, ისტორიას, ადამიანებს დღემდე ახსოვს დარბაზი ნომერი 600. ახსოვს ფაშიზმი, მისი შედეგები. ფაშიზმი ბოროტებაა, უდიდესი ბოროტება. გერმანიის მარგალიტად წოდებულ ქალაქ ნიუნბერგში, ნიურნბერგის პროცესის მუზეუმში, სულ რაღაც 7 ევროდ ფაშიზმის შემოქმედების სასამართლო პროცესზე მოგიყვებიან. პროცესზე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ბოროტება და უსჯელი არასდროს რჩება.